ცხელი ზაფხულის დღეებში მოქალაქეები ცდილობენ თავი აარიდონ გაუსაძლის სიცხეს. იმ ადამიანებისთვის კი, ვინც ქალაქგარეთ დასასვენებლად წასვლას ვერ ახერხებს, ერთადერთ გამოსავლად ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სკვერები რჩება. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს ჭიათურა, აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, რომ ჩამოვდივარ ჩემ შვილებსაც ძალიან უყვართ, ყოველ ზაფხულს ვისვენებ, მაგრამ უფრო რომ უკეთესი სისუფთავე იყოს და უფრო კარგი პირობები, კარგი იქნებოდა. რაც ამ წუთში ეს ძალიან ლამაზია გაკეთებული, მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სისუფთავე იყოს, რაშიც ჩვენ უნდა უწყობდეთ ხელს მოსახლეობა. სკვერებში შექმნილი ვითარება მოსახლეობას არ აკმაყოფილებს, მათ უკმაყოფილებას ძელსკამების არასაკმარისი რაოდენობა იწვევს და მიუხედავად იმისა, რომ სანაგვეურნები არის, აქ მაინც ანტისანიტარიული მდგომარეობაა. რამდენი სკვერიც ჭიათურაში არის, ყოველთვის ყველა არის დაბინძურებული. რა თქმა უნდა, ტურისტებისთვის უკეთესი იქნება თუ გამრავლდება სკვერები და ადამიანს ახალგაზრდობა ექნება იმის საშუალება, რომ აი ასეთ მზეში დაისვენოს. ერთი ადგილია კულსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც საშინლად მოუვლელია. სკამეიკებზე საერთოდ არ მაქვს ლაპარაკი და დასასვენებელი ადგილი ალბათ ჩამოსულებისთვის, ტურისტი ჭიათურაში რომ ჩამოვიდეს და სადმე გაიაროს, ძალიან შევრცხობით. დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ ცარციძე არსებულ მდგომარეობას აფასებს. ვერ დავეთანხმები, რომ სკვერები არ სუფთავდება კატეგორიულად, იმიტომ რომ დღეში ორჯერ სუფთავდება. ასევე ახლა სულ ახლო წარსულში დავაყენეთ, გამოცვალეთ ძველი სანაგვეურნები ახლით შავანაცვლეთ და აბსოლუტურად ყველა სკვერში, ასევე ცენტრალურ ქუჩებზე. რაც შეეხება ძელსკამების დამატება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მაგრამ სავარაუდოდ თუ საჭიროებას მოითხოვს, რა ვიცი, მივიღებთ მაგ გადაწყვეტილებასაც, ალბათ დავამატებ. ყველასთვის უკეთესია, რომ გაცილებით მეტი იყოს, გაცილებით კარგი იყოს და კეთილმოწყობილი, მაგრამ ამ ეტაპზე შეძლების დაგვარად, რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. როგორც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ 5 სკვერში, თეატრის წინ, აღმაშენებლის ქუჩაზე, გამარჯვების პარკში, ლეჟუბნისა და ნაგუთის სკვერებში საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟებაზე მუშაობენ. პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ერთადერთი რაც შეგვიძლია შევთავაზოთ, არსებულ ატრაქციონებს ბავშვებისთვის დამატებით კიდევ რამოდენიმე სკვერში და ემატება ახალი ტიპის ატრაქციონები. სკვერებია სტალინის ბაღში, გამარჯვების ბაღში, თეატრის წინ მდებარე სკვერში, ლეჟუბნის სკვერში და ასევე ნაგუთის სკვერში ამ ეტაპზე. დანარჩენი ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ მიიღებენ გადაწყვეტილებას მაგასაც და გვეტყვიან სად და როგორ უნდა დავამონტაჟოთ და რა ტიპის. მოსახლეობა წუხს, რომ სიცხეში მათ ქალაქის ტერიტორიაზე წყლის დალებაც არ შეუძლიათ. წლების წინ დამონტაჟებული ფანტანების დიდი ნაწილი უფუნქციოდაა დარჩენილი. პირველ სკოლის წინ შადრევანი ნაწილობრივ სუფთაა. აგერ კიდევ ეთრის შადრევანი გვაქვს შემორჩენილი. სხვა რა ვიცი, თან დაგვაქვს ჩვენ თვითონ წყალი როცა დავდივართ. პრესის შენობის წინ ეს მახსოვს, აი აქ გამარჯვების პარკში იყო ეს მახსოვს, გედების ტბასთან იყო მახსოვს, პირველ საშუალო სკოლასთან იყო მახსოვს. აი ეს წერტილები უნდა აღდგეს. სკვერებთან არსად არ არის ახლოს, გული რო წავუდგეს ადამიანს ვერსად ვერ დალევს წყალს. სკვერებთან არსად არ მახსენდება. ერთი არის ზევით მილიციასთან, მეორე არის ახანა, მაგრამ ახანა წყალს ვერ დალენ ვერასოდეს. იმიტომ რომ კანალიზაცია შეიძლება არ უერთდება შეგნი, მაგრამ კანალიზაციის სული აშკარად დგას და ქეთიხედებით ჭაობს როგორ არის გაკეთებული. და ზევით უნდა იყოს ცოტა წყალი ამოწეული, რომ ადამიანი ინფექციები არ გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე და ნახე როგორ არის, აი ნახე როგორ პატარაზე ამოდის. მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სკვერებში არსებული სიტუაცია გამოსწორდება და ზაფხულის ცხელი დღეები ქალაქის პირობებში უფრო ასატანი გახდება.